ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზა უნდა შექმნას. პარლამენტმა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი. დოკუმენტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს ბაზის შესაქმნელად ვადა 2026 წლის 1 მარტამდე აქვს. პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები შეიტანება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზაში, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემების მოპოვება დასაშვებია შესაბამის დაწესებულებების მიერ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, წერია დოკუმენტში. განმარტებითი ბარათის მიხედვით ცვლილებები მოქალაქეებზე სხვადასხვა სახის ლიცენზიების და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების გაცემას უკავშირდება. ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი მიღებულ კანონს ეხმაურება. მსოფლიო სტატისტიკით ეგრეთ წოდებული გავრცელებული ფსიქიკური აშლილობები ცხოვრებაში ერთხელ მაინც აქვს ყოველ მეოთხე ადამიანს. კონფლიქტით, ომითა და პოლიტიკური რეპრესიებით დაზარალებულ ეკონომიკურ კრიზისში მყოფ საზოგადოებებში ეს სტატისტიკა კიდევ უფრო მაღალია. საქართველოს სწორედ ასეთი ქვეყანაა. გამოდის, რომ ჩვენი მოსახლეობის 1/3 ექიმებმა და ფსიქოლოგებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ სიაში უნდა შეიტანონ. ეს უპრეცედენტო მასშტაბის დისკრიმინაციაა. მიმართვიანობა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკოლოგიურ სივრცეებში დღეს ისედაც დაბალია და ახლა უკვე საერთოდ გაქრება. უამრავი ადამიანი პროფესიული დახმარების გარეშე დარჩება, გაიზრდება სუიციდის სტატისტიკა. რატომ გკლავთ ასეთი მშვიდობა გინდათ? შფოთვისა და დეპრესიის რომ გვეშინოდეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სიებში არ შეგვიტანონ და არ გაგვრიყონ. რაც უფრო დაბალია ცხოვრების ხარისხი და მაღალია სოციალური დაუცველობა, მით უფრო მაღალია ფსიქიკური აშლილობების გავრცელება, რაც აკეთებენ საპასუხოდ ცივილიზებული დასავლური სახელმწიფოები. ცდილობენ, რომ გაზარდონ სოციალური დაცვა, შექმნან დასაქმების შესაძლებლობები, დააფინანსონ ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანებზე ზრუნვის სერვისები და განავითარონ შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამის საპირისპიროდ, რას აკეთებს რუსეთი? ფსიქიკური აშლილობების მქონე პირთა რეესტრს ადგენს, რომ მოსახლეობის დაშინებისა და ჩაგვრის კიდევ ერთი ბერკეტის შექმნას. რას ვაკეთებთ დღეს ჩვენ? მივყვებით რუსულ სცენარს. ქმნით ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანების როგორც შუა საუკუნეებში კეთროვნების სიას, როდემდე უნდა ვანგრიოთ დამოუკიდებლობის პერიოდში ყოველდღიური შრომით მიღწეული შედეგები, სადამდე უნდა დავეცეთ, წერს ჯანა ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების საჭიროებით ამართლებს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მტკიცებით, ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა ჯანდაცვის სამინისტროს გამგებლობაში მოხდება და ის შეეხება მხოლოდ იმ კონკრეტულ დიაგნოზებს, როდესაც ექსპერტების შეფასებით იარაღის ფლობა უკუდაჩვენებია. მომამზადეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ერთიანი ბაზის შექმნის შესაძლებლობას ჯანდაცვის სამინისტროს, ასე ვთქვათ, გამგებლობის ქვეშ და იქ განისაზღვრება კონკრეტული დიაგნოზები, როდესაც პირდაპირ ექსპერტების მხრიდან იქნება უკუნაჩვენები იარაღის ფლობა. შესაბამისად, თუ კი რომელიმე სამედიცინო დაწესებულება დაასვავს მსგავსი ტიპის დიაგნოზს, ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს უჩნდება ვალდებულება, რომ ერთის მხრივ თუ კი ასეთი პირი მოითხოვს იარაღის რეგისტრაციას, შენახვის ან ტარების უფლებით არ მისცეს მას ამ იარაღის ფლობის საშუალება, ხოლო თუ კი უკვე დაცემული აქვს მსგავსი ლიცენზია ან ნებართვა, ამ შემთხვევაში შეზღუდოს ეს ლიცენზია ან ნებართვა, ამოიღოს ეს იარაღი. წარმოვიდგინოთ შემთხვევა, როდესაც ადამიანს რეგისტრირებული აქვს რამდენიმე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის შაშხანები და გლულულიანი იარაღი და ასე შემდეგ. მაგრამ ამის შემდგომ, როცა დაირეგისტრირა ეს იარაღი, ამის შემდგომ გაუჩნდა ისეთი ფსიქიკური პრობლემა, რომელიც ექსპერტთა შეფასებით პირდაპირ უკუნაჩვენებია იარაღის ფლობასთან. ამ შემთხვევაში ჩვენ რა პასუხი უნდა გავცეთ იმ მოქალაქეებს, ვინც მის მეზობლად ცხოვრობენ ან მის სიახლოვეს არიან, რომ ეს ადამიანი თავისი
გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამიერახს არ გამოიყენებს საკუთარი თავის ან სხვა პირების წინააღმდეგ. საკმაოდ მკაცრი სანქციებია გათვალისწინებული პერსონალური მონაცემების ამჟღავნების შემთხვევაში, როდესაც არასწორად ხდება მისი დამუშავება. საჯაროდ ეს კანონპროექტი 2024 წლის 23 ივნისიდან დევს პარლამენტის ვებგვერდზე და არავის ეს კანონი არ წაუკითხია და როცა დაასრულდა, მერე გაგახსენდათ ყველა. ეს აბსოლუტური სპეკულაცია არის და არ შეიძლება განსაკუთრებით, როდესაც სამედიცინო მუშაკების მხრიდან ხდება ჯანმრთელობის თემის სპეკულაცია. მე არ მგონია, რომ დღემდე ვინმეს პრეტენზია წარედგინა რომელიმე უწყებისთვის, რომ მსგავსი კატეგორიის პერსონალ მონაცემები დაცული არ არის. პირიქით, ჩვენ უფრო სხვა მხრიდან, მედიის მხრიდან ვხედავთ ხოლმე სამწუხაროდ პერსონალი და მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობის პერსონალ მონაცემების გამჟღავნებას ხოლმე. დღეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა თუ აქვს, სხვა მხრივ პრობლემა თუ აქვს და რომ მიმართავ ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებაზე, ის ჯანდაცვის სამინისტრო არ იგებს რა პრობლემებია აქვს, არ აქვს ეს ინფორმაცია.